მიჩიგანის კარასის, ქაიროსა და ილინოისის უნივერსიტეტის განათლების დოქტორმა ანა გილ გარსიამ ბათუმში საჯარო ლექციები წაიკითხა. საგანმანათლებლო კლასში კვლევის მეთოდების შესახებ სემინარი 40 პროფესორმა, მასწავლებელმა და დოქტორანტურის კურსანტმა მოისმინა. მათ სერტიფიკატები გადაეცათ. საპილოტო მიზნობრივი პროგრამა განათლების სამინისტროს ეკუთვნის. ქალბატონი ანა გილ გარსია, რომელიც გვიტარებდა სემინარებს კვლევის მეთოდიკაში, ის გვაცნობდა იმ სიახლეებს და მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტატიის გამოქვეყნების და დაწერის დროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დოქტორებმა უკვე გავიარეთ კურსები, ადგილობრივი პროფესორებისგან მივიღეთ შესანიშნავი რეკომენდაციები, მათი გამოცდილება გავიზიარეთ, მაგრამ არ ვიცნობდით უცხოური პროფესორების გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არ დაუშვათ ხარვეზები. ეს არის ბათუმის უნივერსიტეტსა და ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის დასაწყისი. ტრენინგი, რომელიც მე ჩავატარა, ეხებოდა კვლევის მეთოდიკას. ანუ, როგორ უნდა აწარმოონ კვლევა განათლების სფეროში. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს შეეძინათ ახალი უნარები, რომელსაც გამოიყენებენ და მოარგებენ ქართულ რეალობას. ეს კი ხელშეუწყობს უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ამაღლდეს დისციპლინა და აკადემიური მოსწრება. ჩვენ გეგმავთ მომავალში გაცვლითი პროგრამებიც განვახორციელოთ, რაც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს აქაური პროფესორ-მასწავლებლების ცოდნის დონის ამაღლებას განათლების სფეროში. დასრულდა ილინოისის უნივერსიტეტის ტენორ პროფესორის კაპიტან გილ გარსიას ლექციათა თუ ტრეინინგთა, როგორც დავარქვათ, ესე კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მაგისტრებმა, ასევე უნივერსიტეტის პროფესორმა, რაც ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, ეს არის მეთოდოლოგია სწავლებისა და ვინც ესწრებოდა ჯერ ამ პროცესში მდგომ დაჯილდოების სერტიფიკატით დაჯილდოვდა მონაწილეები, ყველანი მომსწრე გახდნენ თუ როგორი კმაყოფილები იყვნენ.